ჰიბრიდული ტერორი ძალიან სწორი შეფასებაა, მე მგონი ამ ვითარებისა, იმიტომ რომ გარდა ფიზიკური ანგარიშის როგორ იწყება ხოლმე ეს ყველაფერი, ეს ხო პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ადამიანს რაღაცას დააბრალებენ, საზოგადოების რაღაცა ნაწილს დაგეშავენ მის წინააღმდეგ და მერე ხდება ფიზიკური ანგარიშის სწორება. ეს ხო გავლილი გვაქვს, ეს ხო არაერთხელ გვინახავს. და ამ ყველაფერში არის ჩართული მთელი აპარატი ქართული ოცნებისა დაწყებული ბინძური პროპაგანდისტებით, გაგრძელებული ფიზიკურად მოძალადეებით და დამთავრებული მერე ეგრეთ წოდებული მართლმსაჯულების სისტემით, რომელმაც უნდა მფარველობა გაუწიოს ნებისმიერ მოძალადეს. ეს არის მთელი სახელმწიფო აპარატი ამ ეტაპზე, რომელიც შეიძლება დაიგეშოს და დაორგანიზდეს ერთი კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ, ოღონდ ეს კონკრეტული ადამიანი საკუთარ თავში უნდა ასიმბოლოებდეს იმ რაღაცებს, რასაც ებრძვის რეჟიმი და რისიც ეშინია. სინამდვილეში ეს ნოდარ დუმბაძის თემა ხო ყურით მოთხრეული თემაა, არ არსებობს ეგ თემა საერთოდ. ჯერ ერთი არავის შეურაცხყოფა ნოდარ დუმბაძისთვის არ მიუყენებია, აქედან რომ დავიწყოთ, თვითონ შეთხზეს ეს ისტორია, ეს ამბავი გამოიგონეს და მე ეს გამოიყენეს რადიკალიზაციისთვის. უბრალოდ მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პროპაგანდამ რაღაც ნარატივი გაავრცელა, რამაც საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა და მე ამ აღშფოთებული ნაწილის ანგარიშწორება იყო ისეს წინააღმდეგ, ესე არ ყოფილა. ასე წარმოჩენას ცდილობენ ისინი, რომ საზოგადოებიდან მოდის ეს აგრესია. დიახ, თითქოს გაბრაზდა საზოგადოების ნაწილი, რაც არის ტყუილი სინამდვილეში. ეს არაკაცები, რა უნდა უწოდო, არ ვიცი, მაგ ხალხს, ალბათ არაკაცი ყველაზე უფრო სწორი ტერმინი არის. არიან ჩვეულებრივად დაორგანიზებული და დახელფასებული, ჩვენ როგორ ვიწოდებენ ხოლმე დაფინანსებულებს, აი სინამდვილეში დაფინანსებულები ეგენი არიან, მათ უხდიან ფულს ჩვეულებრივად იმაში, რომ იძალადონ ადამიანებზე. და მათი ამოცანა ეხლა არის, რომ დაიჯეროს ვინმე და სამწუხარო გამოხმაურებებიც ვნახენ მე სოციალურ ქსელში, აი ჩვენ ფლანგზე მყოფი ადამიანების მხრიდან, ვინც აქტიურ ბრძოლაშია რეჟიმის წინააღმდეგ, რომ თითქოს ისინი არ ამართლებდნენ ონისეს ხუმრობას ნოდარ დუმბაძესთან დაკავშირებით. მე მგონი მაგ ხალხს არ უნახავს ეგ ვიდეო საერთოდ. სულრომე ხუმრა ისედაც გამოხატვის თავისუფლების დამხობა, რატო უნდა გაამართლოს თან? კი, მაგრამ ხო, მე მგონი არ უნახავთ ეგ ვიდეო, რაშიც აბსოლუტურად საპირისპირო იყო. უბრალოდ მე ამით იმის თქმა მინდა, რაოდენ ძლიერია პროპაგანდა, რომ არა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც როგორც ირაკლიმ თავის შესავალში აღნიშნა, უნდათ რომ დაიჯერონ ამ ყველაფრის, მარტო მათ კი არა, ადამიანებს ვინც ბრძოლაში ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, იმათაც ისინიც კი შეიყვანეს შეცდომაში. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ეს სქემა ძალიან სუსტია, მინდა დავეთანხმო, რასაც ამბობ, რომ ნიველირება არ უნდა გავაკეთოთ ეფექტის, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს შემდეგ უბრალოდ ყურადღების ცენტრში შეაღმოჩენა შეიძლება არ მოუნდეს. ონისე, იმიტომ ისჯება, რომ ის აქტივისტია, სხვა შორის აქტივისტი არა მხოლოდ პროტესტის ნაწილად, ცალკეც ძალიან ბევრ კამპანიას აკეთებდა ხოლმე ის და დატარგეტებულია და ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში აღარ უნდა მოუნდეს საჯარო სივრცეში შემოსვლა აქტიურობა, სტატუსის დაწერა, მივესალმები ახლოს ჩემს კოლეგას გიორგი ახუბაძეს, რომლებიც ახლაც ციხეში არიან, ხო, სტატუსების გამო. სადამსჯელო ეფექტია და ზუსტად ეგ არის, რომ ჩვენს მხარეს მყოფი ადამიანებიც უნდა მოერიდონ ამას, რომ შემთხვევით პროპაგანდის რადარზე არ აღმოჩნდა, იმიტომ რომ ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ იქნება. სასამართლო ტელევიზია იქ ტიტუშკებს მომიქცევენ და ასე შემდეგ. პროპაგანდა აუცილებელი კი არა იგივე მესეჯებს არ არის აუცილებელი დაიჯერო, ხო? ოპტიკას ქმნის და თუ იმ ოპტიკაში მოექცექეთ იმერა, შეიძლება აბსოლუტურად ნორმალურმა ადამიანმაც. მაგრამ წინააღმდეგობის გარდა აქ აზრი არ დევს. სხვა ვერაფერს ვერ იზამ. ამას თუ დაემორჩილე, ნარატივის ჯერათ თუ არ ჯერათ ადამიანებს, შენი საქციელი თუ თვით შეზღუდვისკენ და თვით ცენზურისკენ გიბიძგებს, უკვე გაიმარჯვა პროპაგანდა. ეგ არის სიმართლე. და ეგრეა. კიდევ ერთი სტრატეგიული ამოცანა, რაც ამ პროპაგანდისტულ ეპიზოდს აქვს, არის რომ საზოგადოებას აფიქრებინოს თითქოს აი ონისეს მსგავსი ადამიანები არიან უმცირესობა ამ ქვეყანაში და ქოცური მოძალადე ბრბო არის უმრავლესობა. მათი ამოცანა ეგ არის. სინამდვილეში ყველაზე მეტად რაც აწუხებს რეჟიმს არის რომ ის რეალურ უმცირესობაშია. ეს არის მთავარი ამბავი, რაც მათ არ ასვენებს. უმცირესობაშია ბევრი თვალსაზრისით. უმცირესობაშია ამ ქვეყნის საგარეო და ცივილიზაციური კუთვნილების განსაზღვრის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ყველა მიცის, რომ ესენი ქართველი ხალხის არჩევანს საქართველოს ევროპულ მისწრაფებასთან დაკავშირებით არ ეთანხმებენ, ამ თვალსაზრისით უმცირესობაში არიან. უმცირესობაში არიან პოლიტიკური თვალსაზრისით. ქართული ოცნება არის აბსოლუტური უმცირესობა პოლიტიკური თვალსაზრისით ამ ქვეყანაში. უმცირესობა არიან ასევე ძალადობრივი ბუნების თვალსაზრისით. იცით რატო? იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა და არის უამრავი ჩაგრული ადამიანი. ეს ესეა სხვადასხვა სეგმენტში საზოგადოების.
ოღონდ მე მაინც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს საზოგადოება თავისი არსით მოძალადე საზოგადოება არ არის. და ამაში რას გულისხმობ? ნახეთ, თუ არ დააორგანიზეს ამ ტიპის ძალადობები, თავისით ესეთი რამეები არ ხდება. ეგ არის ტყუილი. თვალი რომ გადავალოთ 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე, ნებისმიერ ესეთი ძალადობრივი ეპიზოდი იყო პირდაპირ ორგანიზებული, დაკვეთილი და აღსრულებული ქართული ოცნების რეჟიმის მიერ. ესეთი ეპიზოდი უამრავი გავიარეთ. ეხებოდა პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს, ეხებოდა მედიის წარმომადგენლებს, თქვენი ტელევიზიის დირექტორი გახდა ამ ტიპის. ყველა ჯერზე გამოვიძიეთ და ვაჩვენეთ, რომ ორკესტრირებული იყო ეს ვარაუდი არ არის. ესეც მნიშვნელოვანია, დასაბუთებული.